გამარჯობა თეო, დანარჩენები სად არიან? მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა ნერდებო. მიდით ახლა სადმე სხვაგან წადით. აქ ის მაგარი ბავშვების ადგილია. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. ოლივერი და ჯასტინი ხო არ გინახავთ? არა, ვურეკავდი, მაგრამ არ იხებენ. შეიძლება ცუდად არიან. ხო, ან უბრალოდ არაფერი უჭამიათ. ძალიან ცუდია, ხო ყველა შევთანხმდით, რომ აქ შევხვდებოდით და ჩვენ მოვედით და ისინი არ მოდიან. ჩვენ ხო აქ ვართ, ჩვენს მაგრები ვართ. მოიცა ეს ვინ წრიპინებს? ნერდებო, გაინძერით. კარგი. გამარჯობა ბიჭებო. და გუშინდელი ფართის მერე ვის გაეკიდნენ მშობლები? ეგ არ უნდა გეკითხა. ეგ ბებია ჩემი იყო. პირდაპირ ხელში ამიყვანა და კედლისკენ მისროლა. ვახ, თეო, ბებია შენი ძალიან ძლიერი ქალია. ხო, მახსოვს მაქალმა ერთხელ მეც მომისროლა, ახლა თეოს სახლში აღარ მივდივარ ხოლმე. გოგოებო, ცუდი საქციელის შესახებ თქვენ მომშობლებმა რა გითხრეს? დედა ჩემი ყოველთვის ჩემს გვერდითაა. და მე კარგად ვიქცევდი, ამიტომ გრეის არაფერი უთქვამს ცუდი ჩემზე. და ჯასტინი სად არის? შენთან ერთად რატო არა? სელენა, ხო არ იცი ჯასტინი სად არის? მას კი არ ვსტალკავთ ან რამე. უბრალოდ ჯასტინი და ოლივერი ტელეფონს არ პასუხობენ. მოიცა, ესაა შენი ჯექსონი, რაღაც ბანს ტიპს გავს. ხო, და თან ეშვებიც არ აქვს. უკაცრავად ბიჭებო, მაგრამ ჩვენს ოთახში ხართ. თან ჩემ შეყვარებულს რაღაცეებს ეძახით. იქნებ ნორმალურად მოიქცეთ. მაუს საერთოდ რატომ მოიყვანა ესენი აქ? ბიჭებო, თუ გინდათ რომ გემეგობროთ და კეთილად მოგიქცეთ, თქვენს კარგად უნდა მოიქცეთ. არ ვაპირებდი თქვენთან მოყვანა. სკოლაში მივდიოდი და უცბად დამიჭირეს და მაიძულეს რომ მომეყვანა და ახლა აქ არიან. გოგოებო, დღეიდან აქ ჩვენ ძალიან ხშირად ვიქნები. ხო, ჩვენ აქ ყოველ დღე მოგაკითხავთ და სკოლაში ერთად წავალთ. ჯილ, არ იცი რა მოხდება? დედა ჩვენმა რომ დაინახოს ახლა ესენი ჩვენს ოთახში? თუ გრეისი მათ დაინახავს, ესენი ფანჯრიდან გაფრინდებიან. დარწმუნებული ვარ. გოგოებო, დაწმარდით, გრეისთან ყველაფერს მოვაგვარებთ. არ იცი რას უნდა მოელოდო დედა ჩვენისგან. ზოგადად ჩვენ სხვების დედებს ძალიან უყვარვართ. გოგოებო, ბოდიში დებილობა იყო იქ რომ გავიარე, სადაც ესენი იყვნენ. კარგი მაუს, გავიგეთ, აღარ იფიქრო ამაზე. უბრალოდ ზედმეტად თავდაჯერებულები არიან. გოგოებო, კარგით რა, უბრალოდ მათთან ერთად წავიდეთ სკოლაში. ესეც ცუდი ხომ არ არის, პირიქით, მაგარია. ხო, მაგრამ ყველა ერთად რომ დაგვინახავს, მერე რა სიტყვიან? წარმოიდგინეთ. აი ზუსტად მაგ დროს დაკარგავს ყველა გონებას, იმიტომ რომ სკოლის მთავარი ხალხი ჩვენ ვართ. ხო, მგონი თქვენი უბრალოდ შურთ. ჯერ ჩვენ შემოვხედეთ. კარგით გოგოებო, მოდით წავიდეთ რა, აღარ მინდა რომ დავაგვიანო, თორემ შემდეგ მშობლების შეხვედრაზე ეტყვიან ყველაფერს. კარგი, მაგრამ მგონი გრეისმა მამა ჩემს რაღაც უთხრა, გუშინ გაბრაზებული იყო. ხო, მგონი მეც და მერხა. ხო და ფრთხილად იყავით ბიჭებო, თორემ ჩვენგანაც მიიღებთ. არა, ზედმეტად მაგრები არიან და მგონი ჩვენ მოვეწორეთ. აბა, ახლა ჩემი გჯერათ, როცა ვამბობ რომ თქვენს მშობლებს არაფერს არ მომალავ. აბა, ვინს გაუბრაზდნენ ყველაზე მეტად? თეო, გრეის საჭირო იყო ასეთი დრამატული გაგეხადა ყველაფერი. შენ გამო ბებია მისმა კედელს მიანარცხა. საწყალი თეო. ეს არაა სასაცილო, დღეიდან არაფერს აღარ გეტყვით. კარგი ხო თეო, დაწნარდი. ხო და ბიჭებო, დარწმუნდით რომ შემდეგ მშობლების შეხვედრაზე რამე კარგი მაინც მექნება სათქმელი. კარგად მოიქეცით. კარგი გაზიანი სასმელი მინდა. იშო მართლა გაგონებულებს. ხოლო დედა ჩემს არ უთხრა გრეისმა რამე ცუდი ჩემზე, ეგრე გავიგე. შენ აქ ახლავე. მოიცა რა გინდა ჩემი დისგან? საუბარი. აბა მითხარი შენს განსაკუთრებულ ძალებზე. რა? არ მაქვს არანაირი. ნუ მატყუებ. ვიცი რომ ჯადოქარი ხარ. მაგრამ საიდან გაიგე? არ აქვს მნიშვნელობა. თუ გინდა რომ მომეწონო, რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის. გვაჩვენე სად არის ჯასტინი ახლა და იჩქარე, დრო იწურება. მაგრამ გოგოებო, მაგის გაკეთება არ შემიძლია. კბილის ტკივილი, ეგ შეგიძლია? ხო, მაგრამ მისმინე დღეიდან შენი ძალა ჩვენი ძალაა. ხო და თუ არ დაგთანხმდები, დამიჯერე რომ შენთვის კარგად არ დამთავრდება. მისმინეთ, ესე უბრალოდ ვერ გამოვიყენებ ძალებს, მერე დავსუსტდები. კარგად იქნები, თუ საჭირო გახდა გაჭმევთ. მაგრამ მე ვამპირი არ ვარ, ჯადოქარი ვარ. ვიცოდი რომ უცნაური იყო. საკმარისია, რა გინდათ ჩემი დისგან? ნორა. დღეიდან ჩვენი მეგობარია, ხო, ნორა? ჩვენი ძველი სკოლა მომენატრა. ძალიან მაინტერესებს ქრაშების შეჯიბრი თუ აქვთ ამ წელს. ხო, ან კიდე საშობაო ცეკვა 100%-ით, მაგრამ ჩვენ იქ არ ვიქნებით. კარგი გოგოებო, არ მოიწყინოთ, ეგ ყველაფერი აქაც გვაქვს. გოგოებო, თქვენთვის რაღაც გვაქვს.
ბიჭებო, სერიოზულად გჩუქნით ნაძვის ხის ტოტებს? თუ გინდათ რომ გაგვაკვიროთ რაღაც კარგი ყვავილი მაინც გვიყიდეთ. რა არის ეს? გოგოებო, აბა როგორი ყვავილები მოგწონთ? მე მომწონს ვარდები, რომელსაც მზის ჩასვლისას ჭრიან. მე კი ის ვარდები, რომელსაც ამოსვლისას ჭრიან. ბიჭებო, დაიმახსოვრეთ, კარგად დაიმახსოვრეთ, რა მოსწონთ ჩემ ცდებს. ეს გაიგონე, ესე იგი ხვალ ვარდებს ვყიდულობ. მე ხვალ ადრე ავდგები და ვარდებს ჩემით მოვწყვიტავ, როგორც ფლორიდას უყვარს. მართლა ფლორიდა და მისი დები იყვნენ ისინი, ვინც გაავრცელეს ჩვენს ძალებზე? არ ვიცი, სხვა არავინ იცოდა. მაუსმა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ შეიძლება ყოფილიყო? არ ვიცი, ვკითხოთ როცა მოვლე. ურუს გელოდებით, მალე დაასხი. გაიწიეთ, ურუს გაზიანი სასმელი მინდა. ჩემი თვალები შენ არასდროს შემოგხედავს. თეო, მან მართლა გაგანადგურა. სერენა, ხო იცი, საახალწლო ცეკვები ახლოვდება და თეოს შენთვის რაღაც განსაკუთრებული აქვს. ხო, რა ჯობია მასთან შეხვედრა მალე დაიწყო, რომ ეს პატივი შენ გერგოს. ბიჭებო, ერთადერთი რაც შობისთვის მინდა არის ჯასტინი და მასთან ერთად ვიქნები ცეკვაზე. ისევ ჯასტინს რას ერჩი, ის ხო ჩვენი მეგობარია, თან სერენა მაინც არ მოწონს. ჯასტინი ცოტა დაკარგულია, ბევრი ახალი გოგო არის, მაგრამ მე საუკეთესო ვარ მისთვის. აბა სადა, აქ ნამდვილად არა. მე ჩემი გული მეუბნება, რომ სასმელები აღარ გვაქვს. რა? შეხედეთ. სერენა, აქ მოდი, არ შეხედო. ტეო, არ შემეხო. მხოლოდ ერთად კი არ მოსულან, თან ეხუტებოდნენ, ეს დაინახეთ? ძალიან უწუხარ სერენასთვის. გარეთ როცა ვიყავით, დავინახე ისინი, მაგრამ არ მინდოდა რომ მეთქვა ეს ყველაფერი. კარგი ჯასტინ, საკმარისია ეს ჩახუტებები. არ მინდა რომ დედაჩემმა დაინახოს და მერე ნერვიულობა დაიწყოს. მაუს, ჩვენ შესახებ ყველა შენ ხარი? როგორ იცოდა გვენმა ნორას შესახებ? რა, იციან? ხო, იციან, რომ ნორა არის ჯადოქარი. გოგოებო? რა მოხდა? ჩვენ გენდეთ ამ საიდუმლოთი, ყველას რატომ უთხარით? მაუს, არაფერი არ გვითქვამს. რა მოხდა საერთოდ? გვენმა იცის რომ ნორა ჯადოქარია და არა ვამპირი. ჯადოქარი? აბა მაშინ აქ საერთოდ რას აკეთებ? თქვენი საქმე არ არის, ჩვენი მეგობარია. გოგოებო, ჩვენ ჩუმად ვიყავით. თქვენ ხომ დაგვეხმარეთ? ხო, ამას დამიჯერეთ, არასდროს გაგიკეთებდით. და რო იცოდეთ, კიტყუპები არიან, მაგრამ რაღაც მოხდა დაბადებისას და უბრალოდ ნორა არ არის ვამპირი. ჯადოქარია. ხო, და ჩემი ძალის გამოყენება უნდათ ნორას გამოყენება, რომ ჯასტინ და სერენა ერთად იყვნენ. დამღალეს რამ სერენამ და ჩემმა და გვინმა. იქნებ დროა შეწყვიტო მისი თამაშებით თამაში. ასეთი მარტივი არ არის, ის ჩემზე უფროსია. ის უფრო ძლიერია, რა ვქნათ? ჯასტინ დაიკარგე? სერენასთვის უნდა გაგელო სკოლამდე და ეს არ უნდა მომხდარიყო. ჯასტინ, ცდილობ რომ მატირო, ხო იცი როგორი ვხდები ტირილისას, უფრო გაღიზიანებული და ვკბენ. ხო და მაშინ არ გინდათ ერთმანეთს უკბინოთ, ჩვენ თავი დაგვანებეთ. კარგი, მაშინ ჯასტინ, მიდი დაეხმარე სერენას დამშვიდებაში, თორემ ყველას დაგუკბენს, როგორ შეგვეშინდა. კარგი სერენა, ამის დრო არ არის ახლა, ჩვენ სხვა გზებიც გვაქვს. ჯასტინ, უნდა ვილაპარაკოთ. თეო, მიდი დაეხმარე, თორე იქ მართლა რაღაც მოხდება. ჯასტინ, შენ სერენას უკვე ძალიან აწუხებ, შეწყვიტა, თორე საქმის დაჭერა ჩემთან მოგიწევს. დებო, ხომ არ დაგავიწყდათ, სადღაც უნდა წავიდეთ. ნორა, დორა, მაუს, წამოდით. თეო, ახლა ალბათ მეხუმრებოდი, ხო? არა, მე სერიოზულად ვიძახი, ხო იცი სერენა ჩემთვის რამდენს ნიშნავს, ამიტომ გირჩევ რომ შენ საქმეს მიხედო. აქ არაფერი მისახედი არ არის, სერენა ბოდიში, მაგრამ არასდროს არ მომწონდი, არასდროს არ მიყვარდი და გვინ, შენ მეგობარს ვერ შევხვდები. წამო ჯასტინ, აქედან წავიდეთ. შენთვის დაიტოვე შენი ხელები, ტეო. და აქამდე რატო არაფერი არ თქვი? მისმინე ნორა დაგვეხმარება და ჯასტინი შენი იქნება. კი, როგორ არა, ნორა დაგვეხმარება, საერთოდ რეებს იძახით. არა გვენ, ეგრე არ მინდა, მართლა მინდა რომ ვუყვარდე, ამ ჯადოქრობით არა. ხო და მალე იქნება თქო, სერენა. ისწავლეთ ეს ცხრილი და ნუ ურევთ კლასებს. ხო რა, ერთხელ და სამუდამოდ. ვამპირები 101, ბიოლოგია, მათემატიკა. ხო, ახლა გაგვახსენდა. მაშინ წადით დროზე გაკვეთილზე. დღეს ყველა დაძაბული რატოა? ნათან წამოდი, ჩვენ ვამპირი 101 გვაქვს გაკვეთილი. გოგოებო, ახლა არ ვიცი რა ვქნა, ძალიან ნაწყენი ვარ. ყველა დამცინებს, რადგან ვამპირი არ ვარ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. გოგოებო, იდეა მაქვს, ნორა, შენ მათთვის გამოყენება ხომ მოგიწევს შენი ძალის, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. თუ სერენას შეაყვარებ ტეოს, ყველაფერი დაალაგდება. ხო, მართალია, გვენი და მისი მეგობრები თავს დაგვანებებენ. ფლორიდა, ძალიან მაინტერესებს. შენ და ჯასტინ შორის რა ხდება? დღეს საერთოდ რა დავინახეთ? ჯექსონი უკვე დაივიწყე?
გოგოებო, არ მინდოდა და მეთქვა, მაგრამ ჯექსონმა მიმატოვა. ამიტომ ჯასტინი რაღაც ახალი და გასართობია. გოგოებო, გამარჯობა, რაზე საუბრობთ? საიდუმლოებები გაქვთ? ხო, დედა, შობის ცეკვის ტანსაცმელებზე საუბრობთ, რა ჩავიცვათ? მე მყერავი მყავს, ძალიან ლამაზ კაბებს შეგიკერავთ ყველას. ხო, ყველა გაუჩნდება თქვენი სილამაზით. დედას უყვარს, რომ გვაძალებს თავის აზრს ჩვენ. რა, არა, მადლობა, მისი მკერავი არ მინდა. ისე ფლორიდა არ ფიქრია, რომ იქნებ ჯექსონი, რაღაც შარშია, მაგალითად, რავი, მონადირე. ხო, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე, ტელეფონს არ იღებს. იქნებ ნორა დაგვეხმაროს. არა, დავიღალე უკვე. გოგოებო, სადმე სხვაგან ვისაუბროთ. დედა ხშირად გვისმენს ხოლმე. გამარჯობა, გეის. გამარჯობა, ნერდებო. კარგი ბიჭები არიან. რა ცუდია, რომ ნახევარსისხლიანები ხართ, თორე ჩემი გოგოებისთვის იდეალურები იქნებოდით. დედა! მეგობრებო, გაიგონეთ გრეისმა რა თქვა. ჩვენ ნახევარსისხლიანები ვართ, ეს არ გვეხება. ხო, ისინი ელიტა არიან. ფეხბურთი. აქციები 100%-ით წააგებენ. ხო, აქციები მაგლუზერებს 2 წამში მოუგებენ. ვა, ჯასტინ, ოლივერ, თქვენც მოდი ხართ. საუთ, ფეხბურთზე? არა, მეგობრებო. თან ჩვენ გოგოების ახლა უნდა მივაცილოთ. მეგობრებო, ახლა უკვე გოგოების ბიჭები ხართ, თქვენ მეგობრებს ღალატობთ. ხო, ასე იწყება და მე მთელი სამეგობრო იშლება. ხო, მე ვფიქრობდი, რომ თამაშს ერთად უყურებდით და ლუზერებს მხარს დაუჭერდით. მეგობრებო, მათ მარტო ვერ გავუშვებთ, გვინი თავს არც ერთს არ არნებებს. ხო, გვინმა და სერენამ საბოლოოდ გონება დაკარგეს. კარგი, როგორც გინდათ. მეგობრებო. კარგი რა, ახლა ამის გამო გაბრაზდნენ. კარგი, ეგ არაფერი ხდება ხოლმე, შემდეგ თამაშზე ჩვენ სწავლობთ. გოგოებო, ფეხბურთის საყურებლად შემოგვიერთდებით? არა, დღეს სხვა გეგმები გვაქვს. როგორც გინდათ, გვინ შენ ჩემთან ერთად ფეხბურთს ყოველთვის უყურებდი ხოლმე. ხო. რობერტ, გთხოვ, არ გამიბრაზდე, არ მინდა რომ სერენა მარტო იყოს და სტრესილია. გვენ, რა არის შენი გეგმა? კარგი, ესე იგი დღეს მარტო ბიჭები ვიქნებით. ჩვენ მაინც საუკეთესოები ვართ, ნომერ პირველები. ეს რა არის? ჯასტინის ეშვი. ამ ეშვის გამოყენებით გინდა რომ შელოცვა დაადო ჯასტინს? ხო, ზუსტად ამაღამ ეყვარები სერენა. ეს ნამდვილი არ იქნება. ხო, მაგრამ რატომ გადარდებს? მთავარია რომ ფლორიდასი არ იყოს და ჯასტინი შენი იყოს, ხომ გაიგე? მორჩა სერენა. ნორა დღეს სახლში მიყვავს. რთული ღამე იქნება, მოემზადეთ. გოგოებო, ოთახში შემოსვლასაც არ შემოგთავაზებთ? არა, ბიჭებო. მორჩა, ნახვამდის. ეს დაინახეთ რა მომთხოვნები არიან. მგონი ძალიან მოვწონვართ. ჯექსონ, რა ხდება სინამდვილეში? მითხარი, რატომ არ მპასუხობ? გოგოებო, ხომ არ დაუბრუნდეთ ჩვენს ძველ ქალაქში? არა, გამორიცხულია. დედამ რო გაიგოს? არა, ჯილ, ეგ ვარიანტიც კი არ არის. ვამპირის მონადირეებმა რომ გვიპოვონ მერე, დედა ჩვენი ვერ გადაიტანს. თან კაილი ჩვენ გარეშე როგორ უნდა იცხოვროს? იმედია ჯექსონი მანამდე გიპასუხებს, სანამ ძალიან დააგვიანებს და სანამ ჯასტინთან იქნები. ელის, ეგ საერთოდ არ იყო საჭირო. ელის, მე და ჯასტინი მხოლოდ მეგობრები ვართ. ხო, ელის, წარმოიდგინე ფლორიდა და ჯასტინი ერთად, სერენა და გვენი არასდროს აცოცხლებენ ფლორიდას ეს რომ მოხდეს. დღიურო. დღე 7. ჯექსონი ისევ არ პასუხობს ჩემს ნარეკს და მესიჯებს. ჯასტინმა დღეს სახლში მომაცილა. გოგოებო, მაუსმა მომწერა, სერენამ და გვენმა წაიყვანეს ნორა თავიან სახლში. ახლა. რა? რატომ? მაუსი ამბობს, რომ უნდათ რომ ნორამ ჯასტინს რაღაც წევლა გაუკეთოს. ანუ თუ ამას გააკეთებენ, ფლორიდა არა, ჯექსონი არა, ჯასტინი არა, რა უნდა გავაკეთოთ? ნორას უნდა დავეხმაროთ. ხო, დრო თუ გვაქვს დარჩენილი?